ვაგრძელებთ დათუნიკა სრიკლაძეზე საუბარს სტუდიაში მობრძანებულ, უფრო ზუსტად რაჭი და საგანგებოდ ჩამობრძანებულ სტუმრებთან. დათუნიკა სრიკლაძის მეგობრებთან, თამაზ დაუშვილთან, მერაბ ჩიტალაძესთან და სოსო საგანელიძესთან. მოგესალმებით. ვიფასო მეგობრებო და დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და ამბროლაურიდან ჩამობრძანდით დღეს თქვენი მეგობრის და მართლაც მთელი საქართველოსთვის გამორჩეულად ძვირფასი ადამიანის დათუნიკა სრიკლაძის დასახსენებლად. თამაზ ბატონო, როგორი იყო ეს გამორჩეული კაცი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თქვენთან მეგობრებთან ურთიერთობაში? მოგესალმებით ბატონო გია. დათუნიკა გაზარდა რაჭამ. მოდი აქედან დავიწყოთ რა. რაჭის ტკივილია რა თქმა უნდა დათუნიკას დასვლა რა. ეს თითქოს აი ოქროს ფონდში შეინახა მისი წარსული, მოდი ესე ვთქვათ რა. დღეს მოგეხსენებათ რაჭული ცეკვა სოფლიოში ცეკვას ყველა და ხიმში დაიბადა დათუნიკა. სოფელი ხიმში არის ესეთი, არაჩვეულებრივი სოფელი, თავისი მოდი ასე ვთქვათ ღვინით და სტუმარ მასმინძლობით და არაჩვეულებრივი სოფელი. ულამაზი სოფელი era. კი ბატონო და მისი კალმიდამ არა ხელოვნებაშია ჩასმული რა, მოდი ასე ვთქვათ. აი თვითო ესეც ხელოვნებაა რომ თავისი ნაშენები ყველაფერი და ნუ დღეს ახლა ამ ყველაფერს ქალბატონი მზია მისი მეუღლე და პატარა ბიჭი შვილი რა რომელიც დარჩა ისინი არიან იქ და ლამაზად აგზელებენ რაჭულ ცხოვრებას და ხიმშურ ცხოვრებას ამ არაჩვეულებრივ სოფელში. მერტმას იკეთებ ისეთ ფერას მეტყოდით თქვენი ჭირიმი. დათუნიკა სრიკლაძე იყო ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, მართლა რო აკლია დათუნიკა სრიკლაძე რაჭას. მე თამეს გავიხსენებდი ბატონო გია, სადაც ვიყავით და დათუნიკა ჩვენთან იყო, ყველგან გამარჯვებული ვიყავით, მეტყვი რომ იყო ისეთი კაცი, რომ სიმღერა დასჭირდებოდა, ჭინვალე იყო, ცეკვა რა თქმა უნდა მოგეხსენებათ, როგორი მოცეკვავე იყო და მიდღებში ვიყავით წენგამართულები, რო ეთქვინათ, ლექსი იყო სათქმელი თუ რაღაცა, თამადობა იყო, დათუნიკა უნდა ყოფილიყოს, ყველგან ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. დათუნიკა თამადობს. ახლა წარმოგიდგენი ახლა მილანში თამადობს დათუნიკა და იჭუნებო მოდი ერთი კარგი რაჭული სიმღერა ვიმღეროთო. ცეკვა მოუნდა როგორც შევატყვეთ ახლა იმას და რა თქმა უნდა რაშოვდა უნდა ვიმღეროთ და რაშოვდაზე ტაში და დათუნიკა უნდა იცეკვოს და მარტო რომ დავიწყეთ ახლა და წავიდა ეს სიმღერა ყოხდათ ლამაზად მიდის და რომ ავაყოლეთ ტაში რაღაცა და დათუნიკა ვეღარ გაჩერდა მაგიდაზე და გადმოხდა. შედგა სკამზე. სკამზე ხო იცეკვა. მერე გადმოიღო თეფში დადვა ძის იმაზე იატაკზე და შედგა ფეხის წვერებზე ამ თეფზე და დაიწყო ასე ტრიალი იტრიალა და ხალხი შემოგვესია ვინ არის რა შვება ეს კაცი ხო გეუბნება აი როგორც თივის ტარი ტრიალო ისე იტრიალა ამ თეფზე და ბოლოს მომივიდა თავის აგიზე სადაც იყო და დაკრა ფეხი და გადაყარე და ნატეხი თეფში მიგვერდე მიყარა და ეს ხალხი უკრავენ ტაშ ბიჭო ვაიმე ღმერთო ნუ დაამთავრე ბოღონი იცეკვე და გვაყურებიო წარმოგიდგენია აი იტალია მილანში რო გააკვირებს ხალხს ესეთი მილანე მოცეკვავე პიროვნება გაიხარეთ ბატონო სოსო გემზანეთ თქვენი ჭირიმი ჩვენ ერთად გავიზარდეთ ერთ სკოლაში ვსწავლობდით კონცერტი არის შოვში შოვი ტური მაშინ ბაზა იყო ტურისტულ ბაზაში ვიყავით მე საზღვრების ობიექტი იქვე ახლოს არის და ჩვენაც იქ შევდიოდით რა თქმა უნდა ესე ვზივარ და გვერდზე მაგიდაზე ზის დედა შვილი და მე პურის გაჭირება არის იმ პერიოდში. ხო ის ძალიან ის არის პერიოდია რომ ჭირს ახლა საჭმელს სასმელი პურის. ჩვენ რომ ვზივართ ამბავშვზე რაღაც გადავიტანეთ ყურადღება რატო ახლა. ბიჭო ეს დედამისი აძალებს არ ჭამს ეს ბავშვი რა გაჯინიანებულია რა არ მოუტანა როგორ არ ესაუბრება და არა დათო მისჩერები ახლა ფიქრობს. ახლა რა დაუწეროს მე ვიცი ახლა ეს ფიქრ რაღაცას დაუწერს. მოითხოვა სალფეთკი. უმიტანეო იმას ვთქვა ფურცელი რაღაცა დაწერე ექსპრონტად რა. ეხლა რა დაწერა დათო? ხალხი შიმშილმა გაწყვიტა მსოფლიო ომი რომ იყო. შენ ისე ყავხარ დედაშენს როგორც ანდრია გრომიკო. ეს რა ცხოვრება მოვიდა იადავარდით მორთული ეხვეწებიან ჭამეო არ ჭამს ეს და. კულტურის ინსტიტუტში უჩა დვალიშვილმა და ჯანო ჯანიაშვილმა დადგეს რაჭული ცეკვა. დიახ. ნუ დათუნიკას კონსტატაციით რა თქმა უნდა, თავისთავად ხარია. ხო და მე იმდენად მოეწონა საზოგადოებას ეს რაჭული ცეკვა როკვაში, როკვის ნაცეკვი, რომ მოედო თელ საქართველოს რა ეხლა და მას განსხვავებულმა ქაფიანიძე მითხრა თამაზიგა ბოჟო
შენ ბავშვები ხო გავსო და ეს საჭული ცეკვა მოდიო შენს გააკეთებო რა ეს საჭული ცეკვა ესეთი სიმღერა ყოფილა შქმერიდან შქმერელი ვარ მე წარმოშობით ტაში გოგო მარტო გაბა და მივედი დათუნიკასთან ახლა და დათო მე ვთხარი ერთი რაღაცა სიმღერა შემიკინძე მეთქი რომ ცეკვაში გამოვიყენო მეთქი რა ტაში გოგო მარტო გაბაო როგორ შვენის თამაშიო ამის ანაკოხთა გოგოს ვინ გაგიშვებს ყანაშიო კერიას თუ გამიხარე ვაგუზგუზე ბუხასაო შენ თავგას დევიფიცებ შენისთანა ვიმყავსაო და ეს ლექსი უცბად მოაბანდა ნუ გავიხარდა ექსპორტად გაგეთ ეს ყველაფერი არა უნივერსალი ყო ფენომენალური ყველაფერი აიღურებოდა მისგან აი ეს ტალანტი რა რამიდოდა ისი მეთქვა ბატონ თამას ფერო ახსენეთ როკვა ანსამბლი და ბატონები უჩადვალიშვილი და ჯანო ჯანიაშვილი აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გითხრათ 2015 წელს როდესაც ჩვენი ტრადიციული საახალწლო კონცერტები ტარდებოდა მაშინ ფიქრობდით აი ვის უნდა გაეხსნა ვის უნდა მიელოს ანუ მეკლე ასე ვთქვათ ვინ იქნებოდა ვინაიდან ეს ყველაფერი 31-ში ღამე უნდა გასულიყო სწორედ ტელეიმედის ეთერში და რა თქმა უნდა ყველამ ერთხმად შევაჩერეთ არჩევანი დათუნიკაძე და აი ეს მისი მრავალმხრივობა მე პირადად მაშინ ვნახე პირველად იმიტომ რომ როგორ მოახერხა მან რომ ეს ყველაფერი გუდასტურდეთ შეასრულა თავად მოარგო ეს ლექსი სახუმარო ზუსტად ისეთი რომელიც სტილისტურად მიესადაგებოდა კონცერტს და აი დასაწყის და შემდგომ ის ცეკვა სადაც კიდევ ერთი რამ ჩანდა რომ სწორედ ანსამბლ როკვასთან ერთად თავად ჩადგა თავად იცევა და ეს იყო ცხადი დასტური იმისა როგორ უხაროდა მას აი ამ ესტაფეტის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩამობრძანებისთვის თქვენი მეგობრის ასეთ თბილად გახსენებისთვის და მაყურებელს მინდა შევთავაზოთ სწორედ ეს ვიდეო რაზეც სულ 2 წუთის წინათ ვისაუბრეთ ახალი წლის მოსალოცად ვერაჭიდან ჩამოვედი რომ არ დამგვიანებოდა ერთი თვის წინ წამოვედი თოვლის პაპას უნდა ვთხოვო ჩვენთვისაც რომ მოიცალოს ყველა ჩვენი გასაჭირი სიხარულით შეგვიცვალოს თორემ ვერ ვართ ძველებურად ლხინში ფულის მხარჯველები ლარის ესტრაფად დარბის ვერ ვეწევით რაჭველები ბარაქა და ხვავი მოგცეთ გლოცავთ ყველას სავსე გულით ყველას სახში შემოვიდეს სახალწლო სიხარულიო